ჩვენი საყვარელი რუბრიკა უნდა წარუადგინოთ. სწორედ 60+-ზე საუბრობდით. 60+-ზე, რომელიც ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ჩვენს ქვეყანაში და ახლა ჩვენი თანაწამყვანი გვესტუმრება, რომელიც შენ პატარა ხარ და მე ძალიან მიხარია, რომ ჩვენ 60+ ადამიანების რაოდენობა ჩემი კლუბის წევრების იზრდება და ეს არის ძალიან კარგი. შენ როგორ აპირებ, აი, როდესაც პენსიაზე გახვალ, ძალიან დიდი დროის მერე მარიკა დარჩიას გადასარევ ორგანიზაციაში. არა, ეხლაც ვამბობ, რა თქმა უნდა ეხლაც ლიაშუღლიაშვილთან, რომელიც ეხლა მოიყვანა ჩვენი სტუმარი, ქალბატონო მარიკასთან. ანუ იასთან ეგ მაინტერესებდა, ტანც კლასში შეხვალ, იასთან თუ ხატრობაში შევალ, იმიტომ რომ ცეკვაც მიყვარს, სიმღერაც მიყვარს და იასთან სიმღერაზე ვივლი და მაგამახარაძემ თუ გააკეთებს ტანც კლასში. კიცმაც ურიცი. არის ლატუკია დავარქვი მე იმან სამს საკოვნების სადაც ცეკვავ მაშინ. მარიკა გამარჯობა. მივესალმები ყველას, ვინც გვიყურებს და გულშემატკივრობს და ისევ დაგაბრუნებთ, რა თქმა უნდა. ჯერ ისეთი მე მგონია, რომ ეს წინა სიუჟეტიც თითქოს ეხმიანება, იმიტომ რომ ამ ასაკის რაოდენობა გვანახა იმის შესწავლის დროს, რომ მატულობს. და ეს არაერთხელ თქვით, არა მარტო ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში და ამიტომ არის სწორედ ეს ასეთი ტიპის აქტივობები და პროექტები აქტუალური, რომ დავბერდეთ, რომ ასაკში შევიდეთ ჯანსაღები, ახალი ინტერესებით, რაღაც ახალი ცოდნით და ასე შემდეგ. ამაზე ნახეწკლებით თორე. რა თქმა უნდა და აი მე უბრალოდ ნამდვილად უკვე მართლაც ძალიან ბევრი და განსხვავებული აქტივობა, როგორც ჩანს ამ იდეამ აანთო კიდევ ბევრი ვარსკვლავი და ამჯერად მაინც იმ პირველ პროექტს დაუბრუნდები, რომელიც არაერთხელ გვისაუბრია, 60+, რომელიც არის მუნიციპალური და გაეროს მოსახლეობის ფონდის და უბრალოდ ძალიან მოკლედ დაგაბრუნებთ, როდესაც ვიწყებდით, საერთოდ ყოველთვის დასაწყისს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და ამიტომ რომ ვიწყებდით, ძალიან ბევრი ვიფიქრე, ვინ უნდა ყოფილიყვნენ მასწავლებლები. იმიტომ რომ მასწავლებლები განაპირობებენ იმას, რომ იყვნენ შემდეგ კარგი შედეგი მივიღოთ და კარგი, ასე ვთქვათ, მოწაფეები, ხო? და მე განწყობას იმ ადამიანებისა, ვინც დადის იქ, უნდა გინდოდეს იმ ადამიანთან კიდე შეხვედრა. რა თქმა უნდა. ამიტომ პირველივე თხოვნა, როდესაც ჩვენი სტუმარი, ხო, დღეს იაშუღლიაშვილია და იაშუღლიაშვილი, რომელიც არაჩვეულებრივი მსახიობია. როგორი ოჯახის წარმომადგენელია, ახლა ინოლა გურგულია, მთელი მართლა ოჯახი არის, რომელიც მუსიკალურად სუნთქავს. არა მარტო მღერის. და როდესაც ია დამთანხმდა და ხატვაზე როდესაც დამთანხმდა ქეთი მატაბელი, აი მაშინ მივხვდი, რომ პროექტს აქვს სერიოზულად აქვს იმის შანსი, რომ იყოს წარმატებული და რომ იყოს ხო. შენი პიროვნების ფაქტორი. არა, იცი რა, არ ვიცი ხო. გოგოა, ის მარტო იმიტომ კი რომ მე ვიცნობ მარიკას და მიყვარს და კარგი გოგოა, იმიტომ რომ ვენდობი რომ ის რასაც აკეთებს. ხო, აი ძალიან დიდი მადლობა ფოტოშორის კიდევ ერთხელ ამ დობისთვის. და თან რატომ იყო იცით მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მოდიოდნენ ესე ფრთხილად წევრები, როდესაც გამოვაცხადეთ და როდესაც ვეუბნებოდით, რომ არის ჯგუფები ვარჯიშის, ხატვის და მუსიკის, ეს იყო პირველი კლუბი ვაჟა-ფშაველას ბოლოს, ეს მირზა-გელოვანის ბიბლიოთეკაა და ნუ ესეთი ის იყო, ой, იცით, ჩვენ ესე არ გვიმღერია, ნუ არასოდეს დამიხატავს, აი რაღაც და აი აქ მინდა გადავიდე იასთან. ია როგორი იყო ის პირველი, როდესაც მოდიოდნენ და შენ უნდა მიგეცა იმის სითამამე, მიგეცა იმის მაგალითი, რომ მათ შეუძლიათ და 27 კაცია ამ ჯგუფში ახლა 24 კაცია 24 კაცია ასე ვთქვათ ვოკალზე ხატოს უფრო მეტი ვარჯიშს არა ყველა სურვილის დამიხედვით მოგესალმებით პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის თავიდანვე მადლობა უნდა უთხრა მარიკას, იმიტომ ჩემთვის ეს რაღაცა ახალი გამოწვევა იყო, ახლა ბავშვებთან შეხება მქონია, სიმღერით და რაღაც სტუდიური გამოცდილება, მაგრამ
ასეთი ასაკოვან ხალხთან არა და ნაწილობრივ ხო არიან რომ იძახიან რომ დიდი ბავშვები არიანო, მაგრამ ნუ უფრო რთული აღმოჩნდა უნდა გითხრათ, იმიტომ რომ კი რთულია, იმიტომ რომ ბავშვს რაღაც ხო, ყოველთვის თავისი ის აქვს ინტერესი, რაღაცა გამოხატულება, გემოვნება, გემოვნება, არ გიყვარს ვერ იმღერებს. ხო და აი რაღაცნაირად მოგვიწია რომ ამას ყველაფერს მოვრგებოდი, გამეთვალისწინებია, სანამ გავიცანი რაღაცა ერთი თვე ეტაპი დაჭირდა ალბათ რომ შემეგრძნო ეს და მიიმეღო ეს ხალხი, ვის რა უნდა, როგორ, იმიტომ რომ კლუბი თავისთავად მოიცავს იმას, რომ უნდა მოვიდნენ და ისე ამოვნონ ამ პროცესით და წავიდნენ ბედნიერების სახლში. და ამიტომ რაღაცნაირად მე თვითონაც არ ვიცოდი რას გავაკეთებდი, კონკრეტულად ვოკალის ამბავში, მაგრამ გამითხარ, ერთი-ორ სიმღერას ამღერებო და მორჩა, მაგრამ მაინც რაღაცნაირად შეკვრა უნდა ამას ყველაფერს და თვითონვე მიკარნახეს, რომ აი რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. ძირითადად გემოვნება ჩამოგვიყალიბდა რომ გიყვარს ქალაქური სიმღერა. ხალხურ სიმღერებსაც შევეხეთ, იმიტომ რომ თავიდანვე ხალხური სიმღერა ანვითარებს რაღაც აი ხმების, განლაგების ამას და ამიტომ ძალიან კარგად წამომყვნენ. დღეს გვაქვს უკვე ისეთი ურთიერთობა, რომ რაღაც აი მარტივი ისეთი ქალაქური სიმღერა, რო ვუთხრა, თვითონვე რაღაცას აკეთებენ. ნუ ძალიან რთული მეორე თუ არა აქვს და რთული ჩახვეული რაღაცა ბანი. ამიტომ მივყვებით ასე პროგრამას და ძალიან კარგია მათთვის. მე ვფიქრობ, რომ აი ძალიან დიდი სიხარულით და ბედნიერებით დადიან. კონცერტი არაერთხელ ჰქონდა გოგა. აი პირველ წელს წარმოიდგინე 5 წლის წინ იყო ეს პირველი საანგარიშო კონცერტი და გამოფენა საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში იყო და ნუ ყველა გაკვირვებული დავტოვეთ და ყოველ წელს წლის ბოლოს გვაქვს ასეთი და აუდიტორიას, სივრცეს წელს გქონდა ამაზე სიუჟეტი, იყო მოსწავლეთა სასახლეში. ულამაზესი კონცერტი იყო იმ დარბაზში, რომელიც ძალიან ისეთი დარბაზია, ხო, ცნობილი. თავისი აქ დაჯილდოვებებია, საბჭო არსებობს ამ კლუბთან, ამ საბჭოს თავმჯდომარე ვარ სწორედ. და ამიტომ ძალიან ვცდილობ საბჭოში ძალიან საინტერესო ხალხია და ისინი აწესებენ რაღაც გარკვეულ პრიზებს. გასტროლებზე ხო არა? აი, გასტროლებზე ჯერ ემიგრანტებთან, საქართველოს დასულ ადამიანებთან. გარდა თბილისისა, ეს კლუბები ერთხელ ქონდა რუსთავზე და ქუთაისზე არ ქონია და ქუთაისი და ძალიან გვინდა აუცილებლად და აი ამაზე კი ვფიქრობთ და საერთოდ ვფიქრობთ რომ ოქტომბერი, აი 1 ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეა ეს საერთაშორისო და მინდა რომ გარდა ამ კლუბისა უკვე აი ის რაც მოყვა ამ კლუბს რაღაც აქტივობები ახალი დასაწყისი გახსოვთ მაგდა მაგარაძე გვყავდა შემდეგი გვეყოლება ასეთი ბებია ბაბუების ტურები გაჩნდა რაღაცა გაერთიანებები უკვე ამას მოყვა რაღაც მიმდევრები რომლებიც აი სწორედ ეს მინდოდა მე რომ აი იდეა როდესაც წარმატებულია და განხორციელდება მე უკვე მას ია 24 ადამიანი ეს გუნდია ხო არ აპირებთ ესეთ გუნდს სიმღერას არა ჩვენ პრეტენზია არ აქვს ჩვენთვის მღერით უბრალოდ ეხა მოგვიწია და დაგვპატიშეთ მოვემზადეთ როგორც ჩვენ ნუ დაგძრახავთ თუ რამე ისე არ იქნება მაგრამ ჩვენთვის რაღაცებს ვაკეთებთ ყოველ შემთხვევაში მე ვფიქრობ რომ მათი ყოველდღიური აი რაღაცა გახალისებისთვის ეს ძალიან იმიტომ რომ აი მაგას ვიძახი რომ რამე მარტივი სიმღერაც რომ მივცეთ უკვე თვითონვე გრძნობენ რაღაცა აი ხმების და ცდილობენ რომ თავისით უკვე რაღაცა სხვა განვითარება მოყვა ამას სმენადობის ანუ პროფესიონალი ყოფილი არც ერთი არის ხო ყველა არის მოყვა არა სხვადასხვა პროფესიის ხალხია ზოგი მუშაობს და სამსახურიდან გამორბის რომ მოასწროს და გაკვეთილზე არ გას ზოგი არ მუშაობს და უბრალოდ მოდის და აი ისვენებს და ასე შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია ამას წინათ იყო რაღაცა ესეთი შემხვდა სადღაც რომ აი მოხუცებიო რა მდგომარეობაში არიან ასაკოვანი ხალხიო როგორ რითი არიანო დაკავებულები და ვისაც არ აქვს შეხება ჩემთვის გავიფიქრე რომ როგორ ასაკეთებენ მეთქი ღერიან ხატავენ ვარჯიშობენ ცეკვავენ და არის ეგეთი ადგილები სადაც შეიძლება რომ ასაკოვანმა ხალხმა თავისი რაღაცა გამოავლინოს და ბედნიერად იგრძნოს თავისი არსებობით და ეხლა ერთი ძალიან მაპატიეია თუ უბრალოდ რა მინდა იცი მე მგონია რომ
აი დღეს სტუმრად ყავს წარმოგიდგენთ 24 კაციან გუნდს და თან ამ გუნდში როგორ არის ის სოლოსაც მღერიან დუეტები, სოლოები, ტრიოები. მაივე იმღერა ერთ-ერთმა მე მგონი აქ არის. არა, ეს არ ყავს, ის არ არის ქალაქში. სოლო იყო დიდი ეს 24 ადამიანის მღეროდა ამ ბოლო კონცერტზე და საერთოდ ვცდილობთ ხოლმე ასე, მაგრამ ამჯერად იცი აი მხოლოდ 4-ნი არიან და უნდა გაგაცნოთ ეს. კი, გაგვაცაინთ აუცილებლად. გავუტონით სისანა მიქაბერიძე, მანენა ფხაკაძე, ჯემალ ხუხუნაიშვილი და ომარ ბერიძე. ახლა შეგვისრულებენ, მე მგონი მზად არიან, ღელავენ ძალიან. და აი ნახეთ როგორ ტკბილად, როგორ გემრიელად პირველი გამოჩენა, პირველი გამოჩენა პრაქტიკულად პირველ არხს. კი, ძალიან ღელავენ. საერთოდ. და ყველაფერი პირველი ჩვენთან ხდება პირველ არხზე, ამიტომ სიამოვნებით. მე უნდა გადავიდე ავტომობილით. მადლობა თქვენ. აბა გავამხნევოთ ჩვენი ვარსკვლავები. მოგესალმებით, დიდი მადლობა მომწონებისთვის.